მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, თქვენ უყურებთ გადაცემას სიტყვების თამაშს. ნება მიბოძეთ მოვიწვიო ჩვენი დღევანდელი გადაცემის მონაწილეები. გთხოვთ. გავიცნოთ ისინი ჩვენი გადაცემის პირველი მონაწილე ვერიკო ჯგერენაია 19 წლის სტუდენტი ზუგდიდიდან ვერიკო იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს თუმცა როგორც გვითხრა მისი ინტერესები მხოლოდ იურისპრუდენციით არ შემოიფარგლება აპირებს საკუთარი შესაძლებლობები გამოცადოს როგორც ტრენერმა ხატვა და ჩანახატების კეთება მისი ყველაზე დიდი გადაცემაა და დიდი სურვილი აქვს დაეუფლოს ხატვის სხვადასხვა ტექნიკას არასდროს უშინდება სიახლეებს და გამოწვევებს რადგან თვლის რომ ყველა მცდელობა დასაფასებელია წარმატებები ვერიკო გავიგებთ ალბათ რისი ტრენერი გახდებით ამას გადაცემიდან ნელ-ნელა ჩვენი მეორე მონაწილე ვანო ბუღაძე 26 წლის ეკონომისტი სურამიდან ბუღაძეები იმერლები არიან იმერლები ჭგილათიდან კი არა და ჯალაურთიდან ოდიში ჭგილათიდან საყვარელძეები არიან ჯალაურთიდან არიან ლაშა ბუღაძის ბაბუა კიდან ძირები იქ აქვს ჩემი ბაბუაც იქიდან გადასარევი დღეს ვანო ბანკის თანამშრომელია თუმცა ბავშვობიდან მსოფლიო დონის ფეხბურთელობაზე ოცნებობდა ფეხბურთელი ვერ გახდა მხოლოდ ამ სპორტის დიდი გულშემატკივარია და დღეს უკვე საკუთარი ორგანიზაციის დაფუძნებაზე ოცნებობს ფიქრობს ჩვენ შოუში აუცილებლად გაუმართლებს რადგან სწრაფი აზროვნება მისი ყველაზე ძლიერი მხარეა წარმატებები ვანოს და ჩვენი მესამე მონაწილე ნინო ჭარმაკაძე 19 წლის სტუდენტი თბილისიდან ნინო ბავშვობიდან ბანკის მმართველობაზე ოცნებობდა ვანოს გაესაუბრეთ ამის შესახებ ბუღაძეს დღეს ბიზნეს ადმინისტრირებას ეუფლება და ფიქრობს ერთ დღესაც აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს მისი ჰობია თევზაობა თუმცა სწუხს რომ 3 კილოზე დიდი თევზი ჯერ არ დაუჭერია პირველად მესმის რომ გოგონა თევზაობს რა მაგარია ეს ამორძალების ის არის იმპულსი წარსულიდან აწყოში გაცოცხლებული. აპირებს ეს შედეგი აუცილებლად გაუმჯობესოს და თulis რომ თუკი მოინდომებ შეუძლებელი არაფერია. წარმატება ნინუს ჩვენ გავიცანით ჩვენ სამივე მონაწილე პირველი რაუნდი. მეგობრებო, დავიწყოთ პირველი რაუნდი. 700 ბგერა იდება მაგიდაზე, თითოეულ თქვენთაგანთან გადმოდივართ 2 ბარათით, სულ 9 ბარათისგან, რომ შევადგინოთ, შევქმნათ სიტყვა, რაც შეიძლება მაღალფულიანი, საამისოდ გვაქვს 40 წამი, დავიწყოთ. ჟ უ ბონუსი ხ უ შ ც ვერიკო 2 ბარათი მადლობა ვერიკო, წამზომი ჩაირთო. ვერიკო ტრენერობამ დამაინტერესა. რა უნდა ასწავლოთ? ესე ჯერჯერობით ვერ ვიტყვი წინასწარ. მაგრამ აი ტრენერობა გინდათ. დიახ, მაქვს პატარა გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. მე ვიფიქრებ რაღაცა გუნდი, წვრთნა, კარგი. ეხა მივხვდი. არა ეს საათიც ისე გიკიდიათ. ტრენერივით რომ ჩასტოენს. სხვა დანიშნულება აქვს. ვიცი, მე ჩემ ფანტაზიაში წავედი, უცებ წარმოვიდგინე. ერთი გოგონა მეთევზავე, მეორე გოგონა ტრენერი, ეს არის ჭეშმარიტი. თანასწორობა. ვანო, ჩვენ გვაქვს ვერიკოს ვერსია და ეს 2 ბარათი თქვენ. მოვემზადოთ. წამზომი ჩაირთო.
გვაქვს ვანოს ვერსია სამ ბუღაძეს ვიცნობ ძალიან კარგად. ვახო ბუღაძე. ყველა სამივე არტში ხელოვნებაშია, გია ბუღაძე, ლაშა ბუღაძე. ახლა მეოთხე ხარ შენ. ვერი გადავიღოთ ფოტო, გაუგზავნოთ ბუღაძეებს. კი ბატონო. გააქვთ სოფელი ჯალაურთაში. ჯალაურთაში ბაბუა ჩემი იცნობდა, იქაო ნათესავის, თორე მე ახალოდ არ ვიცნობ. უნდა გაგაცნოთ ერთმანეთი, წავიდეთ ერთად, აღადგინოთ мама პაპისეული ისე და არ არის დასაკარი. ბატონო? გია ბუღაძეს ვიცნობ. კი ბატონო. ნინო. ორი ბარათი. თქვენ ჩათვალეთ 3 კილოზე მეტი თევზი მოვიდა ფაქტიურად. ისე შეხედეთ ამ ბარათებს. წარმატების მომტანი ყოფილიყოს, მოემზადოთ წამზომი ჩაირთო. ამოიწურა გვაქვს ვერსია სამივე მოთამაშის ბანკის მართლობა გსურთ. შემდგომ ჩემ ბავშვობაში იყო ტრესტის მართველი იყო დიდი კაცი იყო მაშინ. ახლა შეიცვალა ყველაფერი. ბანკი ბევრ ამბეს წყვეტს. რატომ მანდა მაინც ბანკი? მამა ჩემის კვალს მიყვება. მშვენიერი წარმატებები. ბანკების მართვაში. ახლა გადავიდეთ არც თუ ისე შორეულ პროცედურებში, რაც ბანკთან არის ახლო, ფსონებთან არა, ფულთან, სალაროსთან, ყულაბასთან. და ფსონებთან 5 ლარი გვაკლდება, ავტომატურად 10 ლარამდე შეგვიძლია გაავზარდოთ ჩვენი ფსონი. როგორ შევაფასებთ ვერიკო ჩვენ სიტყვას? ჯერჯერობით იყოს 5 ლარი. ჯერჯერობით იყოს 5 თქვა. გავზარდოთ 5-ით. გავზარდოთ 10, შემოვიდა ბუღაძეები, შემოვიდნენ თამაში ჩემო ბატონო. ნინო. მე გამოვეთიშებ. თქვენ ბანკის მართველი ეთიშება. გამოეთიშა თამაშს ვერიკო. მოდით გავყვებინეთ. გავყვებით თქვენს ბუღაძეებს ჯალაურთაში. გადასარევი 10 ლარი, 25 ლარი დევს მაგიდაზე, ვერიკოსგან გავიგოთ რა, ვერიკოსგან არა, ნინუსგან გამოეთიშა. ჩემი ვერსია იყო 5-ს. 5-ს. 10 ქულა აქვს, 5-ს. ვერიკოს ქუჩა 12 ქულა და ვანო ჩხუბით მიიწევს წინ 115 ლარი. დაწინაურდა 95 ლარი აქვს მინუს 90 ვერიკოს. მეგობრებო, მოვითელეთ ცოტა. და შეგვიძლია, ვთქვათ, დავარიგოთ. მეორე დარიგება პირველ რაუნდში 100 გერები გვაქვს. ბონუსი մ ღ ე ბონუსი რ და ორი ბარათი ვანოს. მოემზადოთ ვანო. წამზომი ჩაირთო. ანუ რო ამოიწურა რაც დაწერე ის თუ გიყვარს არ გამომდის. კარგი, მადლობა. არ განვავრცოთ. ნინო. მოემზადოთ. წამზომი ჩაირთო. აქვს ნინუს ვერსიაც და ორი ბარათი ვერიკოს.
ქალბატონო ტრენერო. მიიღეთ ბარათები. მოვემზადოთ წამზომი ჩაირთო. გვაქვს სამივე მოთამაშისგან ვერსია ფსონები იზრდება 10 არის მინიმალური 20 მაქსიმალური ვანო ფსონი იყოს მინიმალური თქვა ვანო ნინო თქვენი ფსონი 15 ლარი არის ნინუს ფსონი ვერიკო გავყვები. 15-ში დიახ. მიყვება უნდა გავყვეთ თქვენც მიყვებით 15 45 მანათი დევს მაგიდაზე ვანო სიტყვა სიმღერას 14 ფულიანი სიმღერას აქვს 14 ქულა ნინო ავმღერდი 15 ქულა ვერიკო მღერა სიმღერა აბა თავზე შეგვიძლია უცებ გადავხედეთ ეს არა მეგრული ჩელა ჩემო ბატონო მღერი საახლობლოში მოსმენა უფრო გამომდის. თქვენ მღერით საახლობლოში საახლობლოში რომ დავახლოვდებით მანამდე არ გვიმღერებთ სანამ არ დავახლოვდებით მაშასე ასეთი სიტუაცია გვაქვს ნინუს 125 ლარი აქვს როგორც ბანკის მმართველს მომავალს შეფერის 100 ლარი აქვს ვანოს ვერიკოს 75 ახლა გადაწყდება ბევრი რამ მესამე დარიგებისას სადაც ასობლიერები გვაქვს ფ ა T ბონუსი B L B ორი ბარათი მინუს მოვემზადოთ ნინუ წამზომი ჩაირთო გვაქვს ნინუს ვერსია. ესეთი ვერსიაა. კაპიტალიზმში ბანკის მმართველს რომ შეფერის. მე გავიგებთ ამას. ვერიკო. მოემზადოთ წამზომი ჩაირთო. მოიწურა გვაქვს ვერიკოს ვერსია ხატვის ტექნიკა. დიახ. როგორი ხატვის ტექნიკა? ძალიან მინდა რომ შემეძლოს პორტრეტების კარგად ხატვა. საინტერესოა. მისთან აპირებთ მისვლას? ჯერ არ ვიცი, სამწუხაროდ ჯერჯერობით რო ვერ გამოვიდა. აი ამერიკაში ხო არა აქვთ, ასე ვთქვათ, ძველი ტრადიცია აქვთ, ჯერ კიდევ ფოტოგრაფია რო არ იყო, ხატავდნენ სასამართლო პროცესებს. და ჩანახატები იყო ეს. აი ხა ნიუ-იორკერი ხო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა ამერიკული ჩანახატებით არის ხო, სულ აკეთებული. ახლა ფოტოები არ არის პრაქტიკულად. და სასამართლო პროცესებზე შეიძლება გამოგადგეთ ეს პორტრეტების, ჯარდებულების, საჯულების და ასე შემდეგ პორტრეტები აქედან დაიწყეთ. ჩემირჩევა.
ბუღაძეებთან გაუწიეთ რეკომენდაცია. ხატვარ ბუღაძეებს გულისხმობ. მოემზადოთ ვანო, წამზომი ჩაირთო. მოიწურა გვაქვს სამივე მოთამაშისგან ვერსია და ნინო. ახლა ფსონების შესახებ 20 მინიმალური 30 შუალედური და მაქსიმალური ვა-ბანკი 55 ლარი. 20 მინიმალური თქვა ნინო. ვერიკო. იყოს 30. იყოს 30 თქვა ვერიკო. ვანო. უნდა გადახედო მე მგონი. კი, უნდა გადახედო. ციფრებს. ბანკში მუშაობ, ხო? კი, ბანკში მუშაობ. და გადახედე რა გენაღვლებ. საპროცენტო განაკვეთი. აი ეს სიტყვა არ მესმის, მაგრამ მაინც ხმარობ ხოლმე. მიყვები მეც. 30 აცხადებს ვანა, ნინო. ან უნდა გამოითიშოთ, ან უნდა გაზარდოთ, ან გაყვეთ, ან შეგიძლიათ კიდე გაზარდოთ. თქვენი გადასაწყვეტია. დრო ცოტა გვაქვს. გამოეთიშებით. გამოეთიშა. ნინო, მოდი ნინუსგანვე გავიგოთ. სიტყვა აფთარი. აფთარი, ამას გულისხმობდი. 11 ქულა აფთარი. ვანო თაფლი 11. თაფლი, კეთილი. თაფლი ფუტკარს მოაქვს. რა სარგებლობას გვაძლევს ფუტკარი? თაფლი. ასევე 11 ქულა და ვერიკო თაფლად. თაფლად ქონდა ამის შესაძლებლობა. რომ ასე ეთქვა და დაეწერა ეს სიტყვა, რამაც მას მისცა 125 ლარი რაუნდის დასასრულს და ვერიკოს აქვს 105 ლარი და ვანოს უნდა დავემშვიდობო. კარგად ითამაშე. გადავცემ მოკითხვას ყველა ბუღაძეს, ვისაც ვიცნობ. ჩვენ შევხვდებით ვერიკოს და ნინოს მეორე რაუნდში, მაშასე მეორე რაუნდი. მეგობრებო, ვიწყებთ მეორე რაუნდს ვერიკოსთან და ნინუსთან ერთად. ვერიკოს 125 ლარი აქვს, ნინოს 105. თევზაობაზე უნდა გკითხო რამა. სად გითევზავია, სად დაგიჭერია ლექსი? თბილისის ზღვაზე. სად დაგიჭერია ლექსი, თქვა ნახე, მიხეილ უქლივიძის ლექსი გამახსენდა და იმიტომ ენა მიყია. თუ გიცდიათ მდინარესთან ჩანგლით თევზის ჭერა სულ უბრალო საქმე არის. ზიხარ, უცთი, გჯერა, ასევეა ჩვენი საქმე, ანუ ლექსის წერა, კალბით ხელში მაგიდასთან, ზიხარ, უცთი, გჯერა. ეხლა მეც ვზივარ, გიცდით და მჯერა, რაც მოხდება აქ და აქ მოხდება ის, რომ სულ 900 ბგერა დაიდება მაგიდაზე და თქვენ არაკალმით, არამედ კომპიუტერ, ლეპტოპებთან ასე თქვა, ხო, თანამედროვე ტექნოლოგიებით უნდა შექმნათ სიტყვა, დაიჭიროთ სიტყვა, სიტყვის ტყეში ან სიტყვის ზღვაში, რაც გინდათ ის დაარქვით და საამისოდ გაქვთ 30 წამი, ორივე ერთად. ნახოთ როგორ გამოგადგებათ ნინო თქვენი უნარები მეთევზისა მეორე რაუნდში. თუ თანაბარქულიანი სიტყვები დაწერეთ ორივემ, მაშინ გაიმარჯვებს ის, ვინც ცოტა უფრო ადრე გამოაგზავნის ამ სიტყვას. მაშასე. და ხ ბონუსი შ ხ ვ ა რ ქართული ენა მდიდარია ყველანაირი ასობგერებით და მათი შეთანხმებით მოვემზადოთ წამზომი ჩაირთო. ამოიწურა დრო და
ახლა ფსონები იჭრება ავტომატურად, ჩვენ აღარ ვაკეთებთ ფსონს, 30 ლარი იჭრება, 60 ლარი დევს მაგიდასთან, სიტყვას ხსნით მარჯვნიდან ნინო. ტყეში. ტყეში. შემეძლო ტყეშია, მაგრამ შეგეძლოთ ტყეშია. არ დავუკვირდით. მეც შემეძლო. ტყეში. ორი ტყეში, ორივე ტყეში ვართ, სიტყვების ტყეში. შემდეგ და გავარკვიოთ დრო. აი, დადგა ის მომენტი, როდესაც მნიშვნელოვანი ხდება დრო და ნინუმ დაწერა 14 წამში, ვერიკომ 3 წამში. 155 ლარი აქვს ვერიკოს 75 ნინოს. მეგობრებო, მეორე დარიგება მეორე რაუნდში, ასობგერები გვაქვს ხ, ვ, ს, ა, ც, დ, ც, ჯ, ე. რაღაც სადღეგრძელოს თქმა მინდა, მაგრამ არ გამომივა, დარწმუნებული ვარ, წამზომი ჩაირთო. ლარია ფსონი და სიტყვას ხსნით ნინუსგან ნინო სჯა. სჯა. შვენიერი. სჯა თქვენის მხრიდან 11 ქულიანი სჯა. ასე განსაჯეთ. ვერიკო? ჯდება. 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 15 ქულიანი და თქვენ სალაროში 195 ლარი ჯდება. ნინო, ჩვენს ბანკს, ჩვენს ყულაბას ძარცვავს. ასე ლაღად და თამამად. ვერიკო, კოლხი ქალი, ჩემო ბატონო. მომემზადოთ, საშიში ზონაში ვართ, ყურადღებით, არაერთი მაგალითი გქონია, საშიში ზონიდან ამოსვლისა და ამიტომ გული არ გაიტეხოთ. ნახოთ რა მოხდება. ტ ბონუსი უ ხ ბონუსი р м კ ორი м ერთი კ მოვემზადოთ წამზომი ჩაირთო. ფსონები იზრდება. ნუ რაც არის, ვერ იზრდება, იმიტომ რომ რაც არის დარჩენილი, ის არის 35 ლარი, ანუ 70 ლარი თამაშდება და სიტყვას ხსნით მარჯვნიდან ნინო. ტრუხა. ტრუხა. რა ბაზარია? ბარბარიზმი. იყოს აი ეს სლენგი. საინტერესოა ეს სიტყვა, ენა მდიდარია, მაგრამ სიტყვების თამაში კონსერვატიული თამაშია. და სამწუხაროდ გაგვახალისეთ, კარგია, მაგრამ ვერ ვიღებთ ამ სიტყვას მიზესთა და მიზესთა გამო. ვერიკო. ტურამ. ტურამ. აი ესე ტურამ. როგორ არის მეგრულად ტურამ? ხო არ გახსოვს შემთხვევით? არა. არა. არც მე. სისატურა, ტურა იქნება. ხო, მე მგონი იგივეა. სისატურა. 230 ლარით გაგვყოლიფ აქ, დაგვამარცხა. ტრენერმა. რასაც გილოცავთ. მადლობა. მადლობა ნინო საინტერესო თამაშისთვის. წარმატებებს გისურვებ მომავალში. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ის დროა შევთავაზოთ ვერიკოს სუპერფინალი 1000 ლარი. სისატურა. არა, ამჯერად უარი უნდა ვთქვა. 1000 ლარის მოგება. ხო, მაგრამ 20 წამში. ძალიან რთულია. ძალიან რთულია. ეკრანთან არ გამომდის და აქ ვერ გავრისკავ. ვერ გარისკავთ. ვერა. გილოცავთ. მადლობთ. ულოცავთ ვერიკოს მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო ტელემაყურებლებო.